დღემშვიდობისა. იცით თუ არა, რამდენია საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა? მინიმალური შრომის ანაზღაურება საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წელს განისაზღვრა და მან შეადგინა 20 ლარი. აღნიშნული სამართლებრივი რეგულირება მხოლოდ ერთხელ გადაიხედა 2006 წლის 26 დეკემბერს და გაიზარდა ორჯერ, ანუ შეადგინა 40 ლარი. და დღეს სწორედ ეს სამართლებრივი მოწესრიგება არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რეალურად კი ბუნებრივია მინიმალური ხელფასი გაცილებით მეტს უნდა შეადგენდეს და ღირსეული შრომის პლატფორმის მონაცემებით, მაგალითად, აღნიშნული ხელფასის ოდენობა უნდა შეადგენდეს 1857 ლარსა და 75 თეთრს, რაც ბუნებრივია რეგულირებულ მონაცემთან შედარებით კოლოსალურად განსხვავებული რიცხვია. რა ხდება ამ მიმართულებით ევროკავშირში? ევროკავშირშიც ბუნებრივია განსხვავებულია მინიმალური ხელფასის ოდენობები სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ბულგარეთში, სადაც ყველაზე დაბალია მინიმალური ხელფასი, რეგულირებული მონაცემის მიხედვით განსაზღვრულია 551 ევრო. ხოლო ლუქსემბურგში კი მინიმალური ხელფასი შეადგენს 2658 ევროს. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირთან შედარებით გაცილებით მძიმე სამართლებრივი მოწესრიგების მდგომარეობა არსებობს. ფაქტიურად ეს საკითხი არის დერეგულირებული და თუკი ჩვენ ევროკავშირში გვსურს რომ გავწევრიანდეთ და ჰარმონიზდეს სამართლებრივი მდგომარეობა ევროკავშირის სისტემასთან, აუცილებლად უნდა მოხდეს მინიმალური შრომის ანაზღაურების რეალურ ოდენობაზე განსაზღვრა და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ სამართლიან სოციალურ გარემოზე. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ ნამდვილ კეთილდღეობის სახელმწიფოს.